ქრისტიანს გაძვირფასო მეგობრებო, მრავალს დაესწარით ქრისტეს აღდგომის მადლი მოუხფენობდეს სრულიად საქართველოს. მინდა ეხლა გესაუბროთ, რამოდენიმე ინფორმაცია მოგაწოდოთ თუ რას ვაპირებთ ქართველთა დიდი გაერთიანება და აი დავინახო კი არიან უკვე შემოსულები. მოკლედ ძალიან გაგვაწამა უკვე იუსტიციის სახლმა, ეს ახლა არ არის შემთხვევით, როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ქართველთა დიდი გაერთიანების ფონდის დაარსება გვინდოდა და 3 აპრილს ჩვენ 4-ვენი ვიყავით იქ, საინიციატივო ჯგუფის წევრები, გავაკეთეთ განაცხადი ყველაფერი, შემდეგ მოვიდა ხარვეზი, შეგვატყობინეს რომ ხარვეზია, ანუ დააკონკრეტეთ თუ რას უნდა მოხმარდეს ეს ფონდიო. დავაკონკრეტეთ ყველაფერი და სადღაც თუ არ ვცდები ეს იყო 7 აპრილს უკვე, კი 7 აპრილს და გვითხრეს რომ 3 დღეში გვაცნობებდნენ. გავიდა 3 დღე, 4 დღე, 5 დღე დავრეკეთ. არ ვიციო, წესით უნდა ყოფილიყო გვეუბნებიან, მაგრამ ეხლა კიდევ ჩვენო იმას ვიზავთო, მოვნიშნავთო და გადავცემთო, რომ შეგატყობინონო პასუხიო. რამდენ ხანს შეგვატყობინებენ? კიდევ დაამატეს 3 დღე. და ასე გრძელდება. მას შემდეგ უკვე დღეს კიდევ დავრეკე მე-4-ეთ და 3 დღეს ესე გვეუბნებიან. როგორც ჩანს იქ ჩაბუდებულია, როგორც ჩანს იქ ახლა ეყოლებათ თავიანთი უშიშროების წარმომადგენლები, ახლა ხელი უნდა თვითონ შეგვიშალონ. ეგ თუ არ იქნება, სხვანაირად გავაკეთებთ, კაცო, ახლა რანაირად შეუშლიან ხელს, მე ვერ გავიგე რა, ეს არის აბსოლუტურად უკანონო, არასამართლებრივი მოქმედება და თუ ასე გაგრძელდა კიდევ ვერ მივიღეთ პასუხი, ჩვენ დავჯდებით საინიციატივო ჯგუფის წევრები მივიღებთ გადაწყვეტილებას და როგორ ვიმოქმედოთ, მე უკვე მოვიფიქრებთ. ეს არის ყოვლად ამაზენის აქციელი უკვე, ეს უკვე ქვეყანა აღარ არის რა, ერთი კაცის ხელშია მართლა ყველაფერი რა. ესე იგი, ასე ჩამოშლილი იყოს ქვეყანა აბსოლუტურად ქვეყანაში ყველაფერი, არ ვიცი, პარლამენტია და მილიარდი დახარჯეს, რომ მხოლოდ ერთი პარტია, ესე ქოცები იჯდნენ 80-90 კაცი. მხოლოდ ერთი პარტია, ეს არის სამარცხვინო, ქოცების ხდანან 1 მილიარდი დახარჯეს. ძალიან კარგად იციან, რაც დახარჯეს, რომ ესე იგი, ეს ხალხი შეიყვანათ იმაში პარლამენტში. ეგრეთ წოდებულ პარლამენტში, ამას არავინ არ ცნობს, საერთოდ უკანონოა, ჩვენ საერთოდ არ ვცნობთ 92 წლიდან არანაირი ლეგიტიმური არჩევნები აქ არ ტარდება საქართველოში. ეს არის ყალბი არჩევნები, ყალბი საარჩევნო სისტემით, სადაც არ არსებობს წესიერმა პატიოსანმა ადამიანმა რაღაც წარმატებას მიაღწიოს და ხარი დაუჭიროს თავისმა მომხრეებმა, ეს არის გამორიცხული. აბსოლუტურად ესე იგი ყველაფერი არის ერთი კაცის ჯიბეში 21 საუკუნეში, არ ვიცი, ესეთი სახელმწიფო თუ სადმეა კიდევ. ყველამ კარგად უნდა იცოდეთ, რომ თვითონ ძალოვნები, რომელიც ახლა უშიშროების მინისტრის განთავისუფლება და ასე შემდეგ, ნებისმიერი ძალოვანის განთავისუფლებას აკეთებს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილი. ზის სადღაც ჩრდილში და იქიდან მართავს როგორც სათამაშო საჭადრაკო დაფა. არავინ არ ეკითხება პრემიერს, რომ იცოდეთ ძალოვანი მინისტრებს. ამას წვითავს მხოლოდ და მხოლოდ ერთი კაცი. დანარჩენი, რა თქმა უნდა, იმ ერთი კაცის ხელშია ასევე თუ ის დანიშნავს პრემიერად და მე ამ პრემიერს პატარა რაღაცას მისცემს მე რომ იქ რაღაცა მინისტრები დანიშნოს და ასე შემდეგ. სასამართლო იმისია, ყველაფერი იმისია, იუსტიციის სახლი იმისია, პროკურატურა იმისია, აბსოლუტურად ყველაფერი არის ერთი კაცის ხელში. ყველა ბიზნესი, ყველაფერი აბსოლუტურად. ეს არ ვიცი მეგობრებო, როდემდე უნდა გაგრძელდეს, ეს არის სამარცხვინო. ჩვენ ამას ქართველი ხალხი ვეღარ მოვითმენთ უკვე. თქვენ უყურებთ, რომ ამას ეხლა რაც თუნდაც რუსთაველზე ხდება და 200-300 კაცს რო დაარბეინებენ,
150 დღე ეს არის ტყუილი, არავინ არ დაიჯეროს მეგობრებო, რომ ეს არის აი ნაცებისგან და აი მათგან მართული. ეს არის ბიძინა ივანიშვილისგან მართული აქციები, სრულად მართავს იგი აბსოლუტურად, რომ თითქოს და ისეთი სიტუაცია შექმნას ქვეყანაში, რომ ხალხმა არ მოსთხოვოს, რატომ არ კეთდება არაფერი ქვეყანაში. აი ხალხისთვის რატომ არ კეთდება, რატომ არ მცირდება უმუშევრობა, ხელი მოუსვეს ერთბაშად და 3500 კაცი მარტო ჭიათურაში დატოვეს უმუშევარი. ერთი თვია კარვებში, ხან კარვებში ხსნა, ხან თბილისში დარბიან, ვერაფერს ვერ აღწევენ. იგივე დაემართება ზესტაფონს, იგივე დაემართება აბსოლუტურად ყველას. ეს არის დავალება, რომ რაც შეიძლება სწრაფად აიყარონ ქართველები თავისი ქვეყნიდან. ქვეყნის განადგურება ხდება და ყველაფერს ხედავთ მეგობრებო. ელემენტარულია ის შეხედეთ, მთლიანად არის ერთი რაღაცა კლანის ხელში მთლიანად ყველაფერი. აბსოლუტურად იმ დღეს მე ისეთი ინფორმაცია მოვისმინე ბატონი პაპიტაშვილისგან, პროფესორი რომ არის სამეცნიერო ის რომ იყო კონფერენცია, მან განაცხადა და შეამოწმეთ ვინმე 2014 წლამდე ნამდვილად ვიცი რომ ესე იყო. სურსათის უნებლობის სამსახურს უფლება არ აქვს, თან ვინ მუშაობს 51 კაცი მარტო თელ საქართველოში. და არ აქვს უფლება იმპორტული პროდუქტი, რომელიც შემოდის საქართველოში, მისი ვარგისიანობა შეამოწმოს. თუ შეამოწმებს, სისხლის სამართლის პასუხისგებლობით დაიჯება და ეს კანონი მიიღო თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა. და დღემდე არავის გაუუქმებია, რამდენადაც ვიცით. ყოველ შემთხვევაში მან თქვა 2014 წლამდე ეს კანონი მოქმედებდა და მას შემდეგ არავის არ უთქვია, რომ ეს კანონი გაუქმდა. ამიტომ არის მეგობრებო, მთლიანად ჩვენ დახლებზე აბსოლუტურად აი მთელი საკვები პროდუქტები არის აი უვარგისი და ჯანმრთელობისთვის ძალიან საშიში. ამაზე ძალიან დიდ ფულს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს კლანი, ეს მაფიოზური კლანი, მონოპოლისტური კლანები, რომელსაც ერთ შემოაქვს ხორცი, მეორე შემოაქვს ზეთი და ნავთობისგან და თავის საზღვრობები და მოკლედ ყველაფერი წავლავს ხალხს და ამიტომ არის რომ ძალიან მომრავლდა მეგობრებო ონკოლოგიური დაავადებები. არაფერი არ მოწმდება აბსოლუტურად, ესე იგი სოფლის მეურნეობის პროდუქტები, აბსოლუტურად სოფლის მეურნეობაში არის სრული ბარდაკი. სრული ბარდაკი, არავინ არაფერს არ ამოწმებს. რამდენადი ვარგისია ხილი, რამდენადი ვარგისია ბოსტნეული, რამდენ შამს შეიცავს და როგორ არის და რა სტანდარტებშია. აბსოლუტურად ამას არავინ არ ამოწმებს. და არის აი ესეთი გაუგონარი მდგომარეობა. ეხლა აი გაზაფხული არის და შეხედეთ თქვენ მთელი სოფლები, მთელი რაიონები, მთელი ველმიძვრები არის გავერანებული და გაპარტახებული. არაფერი არ ამუშავდება. საერთოდ ქვეყანაში საერთოდ არაფერი არ კეთდება. აი მითხარით აი ეკონომიკაში ხდება რაღაცა, მრეწველობაში ხდება რაღაცა, ეროვნულ წარმოებაში რაღაცა ის არის, რა ქვია, ხელშეწყობა. ნუ მასიური უმუშევრობა მხოლოდ და მხოლოდ და ეს არის გეგმა იმათი, რომ აყარონ აქედან ქართველობა. ნუ მოკლედ რა ვიცი მეგობრებო, ეხლა ეს არის გაუსაძლისი მდგომარეობა, ეხლა კიდევ სხვადასხვა რაღაცას ჩაატარებენ ეხლა. მე დიდხანს არ მინდა შეგაწუხოთ. როგორც ეს ჯანმოს საკითხი არის ჰაერში გამოკიდული და არაფერს არ აკეთებს ჩვენი მთავრობა, რომ განცხადება გააკეთოს ჯანმოდან გამოსვლისა, არაფერს არ აკეთებს ამ კუთხით. ასევე მუშაობენ უკვე ციფრული ვალუტაზეც. მე არ ვიცი ეს ციფრული ფული რამდენ სექტორს როგორ შეეხება, მთლიანად აბსოლუტურად რა ვიცი, ჩემი აზრით წარმოუდგენელია ეს გაკეთდეს ამ წუთში პირველ ეტაპზე, იმიტომ რომ მაშინ მთელი ნახევარ საქართველოზე მეტი უმუშევარი დარჩება და ლუკმაპურის გარეშე, იმიტომ რომ კერძო სექტორში ძირითადად ძალიან ბევრია დასაქმებული. ყოველ შემთხვევაში ამაზე მუშაობენ
მე რამდენადაც ვიცი ტენდერში გამარჯვებულიც არსებობს უკვე და ძალიან ბევრი კუთხიდან, სხვადასხვა კუთხიდან არის სერიოზული შემოტევები ქართველი ერის ამოსაწყვეტად რა, მეტი არაფერი არ ეთქმის ამას, ქართველი ერის ამოსაწყვეტად მეგობრებო. ამიტომ ჩვენ ახლა მივიღეთ ესეთი გადაწყვეტილება, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოთ ხალხის გაერთიანება, ყველა წერს რომ აი იმოქმედეთ სწრაფად, მაგრამ საქმეზე რომ იდგება და რაღაცას გავაკეთებ და დაუძახებთ, იქ გამოჩნდება კაცო თქვენი აქტიურობა, თქვენ თუ არ იაქტიურებთ, მარტო ჩვენ ვერაფერს ვერ გავაკეთებთ. თქვენ უნდა მობრძანდეთ ბატონებო, უნდა გამოხვიდეთ მაშინ იქ ქუდზე კაცი. აი ჩვენ ახლა მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 მაისი არის მაისის პირველი კვირა. ყოველ კვირას სადაც თქვენი ნებართვით, თქვენ როგორც გადაწყვიტავთ, გითხარით რომელ საათზე გაწყობთ, კვირა დღეს ყველა ისვე და სამუშაო დღე არ არის და ეს არის მისადგომად ძალიან მარტივი, იცით თქვენ მერაბ კოსტავას ბიუსტი სადაცაა ფილარმონიის გვერდით და ყოველ კვირას ჩვენ შეგვიძლია იქ საინფორმაციო შეხვედრები გავმართოთ ხალხთან, იქვე იქნება სარეგისტრაციო ფურცლებიც, იქვე იქნება დავალებები როგორ უნდა ვიმოქმედოთ, იქვე იქნება ასევე წინადადება ხალხისგან, რაც შეიძლება მეტი ჩართულობა გვინდა გქონდეს ხალხთან, რომ უშუალოდ თუ ვიღაცა რაღაცა უძიმეს პრობლემაზე გაამახვილებს იქ პრობლემაზე ყურადღებას, იქვე უნდა გადავწყვიტოთ და მაშინვე უნდა ვიმოქმედოთ. მოკლედ ეს იქნება აი ჩართულობა ჩვენგან ყოველ კვირას საჯარო შეხვედრები ხალხთან, ერთი და იგივე დროს, ერთი და იგივე საათზე, კვირას ერთი და იგივე საათზე, რომ ჩვენი ერთობა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ასევე ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ რაიონებში გასვლები და დაფუძნებები დიდ ქალაქებში, მაგრამ აი კიდევ გეუბნებით მეგობრებო, გვიშლია ყველანაირად ხელს, გითხარით აგერ იუსტიციის სახში, ესე იგი ყოლად უნდა მუსოთ როგორ იქცევიან, იქ რა თქმა უნდა ეხლა ეს არის ხელისუფლებისგან დავალება, რაც შეიძლება გვაწვალონ და არ გავაკეთონ ეგ საქმე, შეგვეშალოს ხელი, მაგრამ არაფერი არ გამოუვათ და მინდა საერთოდ კიდევ ერთხელ უთხრა ქოცების მთავრობას, რომ თქვენი დრო მთავრდება არანაირი მორალური, სამართლებრივი უფლება აღარ აქვს თქვენ ეს ქვეყანა მართოთ, იმიტომ რომ 13 წლის განმავლობაში თქვენ იყადრეთ აბსოლუტურად აი ყველა ტყუილი, რაც კი ადამიანის გონებაში შეიძლებოდა რომ დაბადებულიყო. ნახეთ კაცო, მე ხო არ ვიგონებ აგერ თვითონ ბიძინა ივანიშვილის ვიდეოები ნახეთ, რა დონეზე ატყუებს ხალხს, ხო? დამთავრდა ეხლა აღარ როგორ შეიძლება ხალხმა ეხლა ამდენი ტყუილების შემდეგ კიდევ დაიჯეროს, ხო? რომ აღარ იჯერებს აღარაფერს. აი ამიტომ დაყავთ იქ 200-300 კაცი, ვითომ რომ ვერ ალაგნეს იქიდან. ეს ამათი მართულია მეგობრებო, რომ ყურადღება გადაიტანონ და ეს არც ერთმა ქართველმა არ უნდა დაიჯეროს, რომ ამას ვიღაცა სხვა მართავს. ესენი მართავენ, ამათია ეს ყველაფერი. და ამიტომ ვამბობ, რომ მათ მეტი აღარაფერი რესურსი აღარ გააჩნიათ, რომ ქვეყანა მართონ, მხოლოდ და მხოლოდ აი ესეთი ბალაგანები მოაწყონ ქვეყანაში, ხალხი მასიურად აშიმშილონ, მასიურად გასაქცევად გაუხადონ ხალხს საქმე და მასიურად უმუშევრები დატოვონ, ისე როგორც ჭიათურელები და როგორც დასცინია, რომ ბიზნესშიო ჩვენო როგორც პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, ჩარევის უფლება არ აქვს. ისენც რა გითხარით თქვენ? ვინ არის ერთი მაგ ბიზნესში? აბა შეგიძლია კობახიძე დაასახელო, ვისი დიშვილები აკონტროლებს ჭიათურის მაგანუმს? დაასახელე აბა. იმიტომაც ვითომ ესე იგი ვერ ერევიან. კი არ ერევიან, თქვენი ბატონია ყველაფერში და იმიტომ ვერ ერევით. იმიტომ ვერ ერევით ესეთი მეებში, ბიზნესებში. არ არის ბიზნესი თავისუფალი, მთლიანად კრიმინალების ხელშია. და არაფერი არ ხმარდება ხალხს, ყველაფერი გადის საქართველოსთან, ყველა სიმდიდრე გადის, ხალხს არაფერი არ არჩება აბსოლუტურად. ხალხს
მხოლოდ და მხოლოდ რაღაც აი 20 ლარიან პენსიას რო პენსიონერს მოუმატებენ და ვიღაცას რო კიდე 30 ლარს მოუმატებენ ხელფას. აი ეს არის სამარცხვინო დაცინვა ხალხშა გრძელდება 30 წელი. ამიტომ გეუბნებით მეგობრებო, რაც მალე გამოფხიზლებით, მით მალე გეშველებათ. ვერც ჭაბუკაშვილი გიშველით, ვერც ზაქარია გიშველით როჭიკაშვილი, ვერც დემურ გიორხელიძე, ვერც გობეჩია და ვერც მამა ღმერთი აქაა, თუ ჩვენ ყველა ხელი არ გავანძრიეთ. მარტო ღმერთიც ვერ გიშველით, თუ თქვენ ხელს არ გავანძრიეთ. ღმერთი მაშინ გვიშველის და მაშინ შეგვეწევა, როცა დავდგებით ღვთის გზაზე. არ ვდგევართ ღვთის გზაზე, ხო ვხედავთ სადა ვდგევართ. 32 წელია ეშმაკის გზაზე ვდგევართ. ამიტომ ვამბობთ, არის ერთადერთი გამოსავალი, ან უნდა გავქრეთ და დავიღუპოთ, ან უნდა დავიწყოთ მასიურად ახლა აი რო ვიძახით 4 მაისიდან, ყველა უნდა გამოვიდეს, უნდა დავდგეთ, შევაჯეროთ ყველაფერი და ვიცით როგორ უნდა გავიმარჯვოთ, როგორ მივიდეთ სამართლებრივად გამარჯვებამდე და როგორ გავისტუმროთ ეს 30 წლიანი აი ეს თაღლითების, ფუქსავატების მოღლისა, რა ქვია, ბალაგანი. აი ესენი როგორ მოვიშოროთ აბსოლუტურად ზუსტად გაწერილი ყველაფერი. ერთადერთი არის დარჩენილი ის, რომ ხალხი ჩაერთოს ამაში. ხალხმა უნდა დაგვიჭიროს ხარი. დანარჩენი აბსოლუტურად მიღწევადია, გამოსავალი ამაშია ხალხის თანადგომაში. მეტი არ ვიცი რა უნდა გითხრათ მეგობრებო, ალბათ იქ 4 მაისიდან უკვე დავიწყებთ იმაზე მსჯელობას ციფრული ფულზეც და საერთოდ ყველა პრობლემაზე აბსოლუტურად, რომ საერთოდ საქართველოში ჩვენ იქამდე მივიდეთ, რომ შევაცვლევინოთ ეს საარჩევნო კანონი, ყველაფერი დავალაგოთ ისე, რომ მივიდეთ კონსტიტუციური სამართლიანობის აღდგენამდე, რასაც მოყვება მე ისეთი ლეგიტიმური დადგენილება, რომელიც გამოცემულია, იცით თქვენ კარგად, 92 წლის 13 მარტს საქართველოს უზენაეს საბჭოს მიერ, რომელიც ყველა უკანონობას და ყველა უსამართლობას თავის ადგილზე დააყენებს. აი ეს მინდოდა მე თქვა მოკლედ მეგობრებო, ესეთი სიტუაციაა, ჯერჯერობით კიდევ 3 დღეს დავაცვით იუსტიციის, მერე უკვე დავждებით, ვიმსჯელებთ და გადავწყვიტავთ მოკლედ თუ როგორ ვიმოქმედოთ აი ესეთი უსამართლობის წინააღმდეგ, რომ თურმე ფონდის დაარსებას თურმე პრობლემა ყოფილა რა. ღმერთი გფარავდეთ, იმედი არ მოგიშალოთ ღმერთმა, ნამდვილად უნდა გქონდეს იმედი, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოხმაურება ამ გაერთიანებაზე. კიდევ ვიმეორებ, ეს არის ერთადერთი ისეთი რაღაცა, რომელიც არ გაკეთებულა საქართველოში დიდი ხანია, ქართველთა გაერთიანება, ქართველთა დიდი გაერთიანება. არავითარი პარტია, არავინ არ მოგატყუოთ ადგილობრივი არჩევნები და სისულელეები, ჩვენ ვიცით როგორ უნდა მოვიშოროთ აი ეს წურბელები, ეს ქვეყნის დამაქცევრები, ეს ფუქსავატები და ეს თაღლითები, რომლებიც 30 წელი ერთმანეთს ენაცვლებიან. მადლობთ ყურადღებისთვის, ღმერთი გფარავდეთ მეგობრებო.